ეთერში და გამოშვების ბოლოს განადგურების პირას მყოფი თისელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. დაგეგმილია ტაძრის ექსტერიერისა და ინტერიერის გაწმენდითი სამუშაოები. ძეგლის კონსტრუქციული გამაგრება და გუმბათქვეშა სვეტების აღდგენა. თისელის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დაათვალია. რეაბილიტაციის პროექტს სააგენტო სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლების გადარჩენის პროგრამის ფარგლებში ატარებს. დაგეგმილია მისი სრული რეაბილიტაცია და ვფიქრობ, რომ 2 წელიწადში დასრულდება. რთულად არის საქმე და რთული მდგომარეობა აქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს უწყვეტი პროცესი გრძელდება რეაბილიტაციის, აქ დღეს ხდება საფარის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება. დაახლოებით 2 თვის წინ დავიწყეთ ამ ტაძრის რესტავრაცია. პირველ ეტაპზე მოხდა მიწის სამუშაოები გარე პერიმეტრზე, იატაკის ეზოს დონემდე გაწმენდა მიწისა და ნაშლისაგან. იგივე შიგნით იატაკის დონეზე მოხდა მიწით გაწმენდა და სახურავიდან ის ნაშალი მიწის გადმოყრა.